ბაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც ღვინის კომპანიებს ეტიკეტზე ეგრეთ წოდებული ნიშანდების დატანა სავალდებულო წესით მოუწევთ. ნიშანდება იქნება ფასიანი და მას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული პროექტით ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 10 თეთრი იქნება. ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინაწლების მაჩვენებლის გათვალისწინებით შედეგად ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი დაახლოებით 14-15 მილიონი ლარით გაიზრდება. დამატებით 375,000 ლარის მობილიზება გახდება შესაძლებელი ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმებიდანაც, რადგანაც ნიშანდებასთან ერთად გაფართოვდება იმ პროდუქციის შემონათვალიც, რომელიც სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება. სპეციალისტებში განსაკუთრებულ კითხვებს ღვინის სექტორისთვის ნიშანდების გადასახადის შემოღება აჩენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი ამბობს, რომ მოსალოდნელ ეფექტთან შედარებით ბოთლზე 10 თეთრი საკმაოდ ძვირი თანხა. თუ 10 თეთრი მხოლოდ იმისთვის არის, რომ ნიშანდება იყოს ეტიკეტზე, ეს არის გაცილებით იმაზე ძვირი, ვიდრე ამას ეფექტი ექნება. ზოგადად რატომ უნდა იყოს ფასიანი? ანუ სავარაუდოდ ეს თანხა სხვა რაღაც მომსახურების თანხა იქნება და არა ნიშანდების, იმიტომ რომ ნიშანდება წესით ყველა შეუძლია QR კოდი დაიტანოს. დღეს ქართული კომპანიები QR კოდის დატანას ახდენენ, როცა ევროკავშირში გააქვთ ექსპორტზე და არანაირი ხარ ეს დამატებითი ხარჯი არის მხოლოდ ბეჭდვის ხარჯი. ასე რომ ეს გადასახადი არ არის ნიშანდების, ეს არის გადასახადი, რომელიც უნდა რომ სახელმწიფომ აიღოს კერძო სექტორი. არის თქვა ქვეყნები, სადაც თქვა რაღაც გარკვეულ ხარისხის ნიშანზე გადასახადი არის დაწესებული გარკვეულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე, თუმცა ეს თანხა ხმარდება მარკეტინგს, ზოგ შემთხვევაში ხმარდება დაცვას ბაზარზე, ფალსიფიკაციის დაცვას და განდაცვას და ასე შემდეგ. საქართველოს ანუ ღვინის ეროვნულ სააგენტოს შემთხვევაში რა იქნება მიზანი, ამას ალბათ დამატებით იტყვიან. ყოველ შემთხვევაში 10 თეთრის გადასახად იმდენად დიდი თანხა გამოდის, თითო ბოთლზე 10 თეთრის გადახდა, რომ ამის სანაცვლოდ რაღაცა უნდა მიიღოს ღვინის კომპანიებმა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით დაანონსებულმა ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ქართული ღვინის ხარისხის და რეპუტაციის შენარჩუნებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. კერძო სექტორში კი მიაჩნიათ, რომ ბიზნესისთვის ნიშანდების გადასახადის დაკისრებას ღვინის ხარისხთან კავშირი არ აქვს და ეს ჩვეულებრივი ბეგარაა. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ბეგარა რა რეალურად. ეს არის შემოღებული გადასახადი, როგორც საშემოსავლოს ვიხდით, DGG-ს ვიხდით და სხვა გადასახადებს, ესე იგი ღვინის სექტორს ეკრება ეს გადასახადი რა, ავტომატურ რეჟიმში თან რა და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ხა ეს დასამსახურება, არ ვიცი, ბიუჯეტს თუ გასაჭირი აქვს და რაღაც დამატებითი არასაბიუჯეტო შემოსავლები ჭირდებათ, მაშინ თქვა პირდაპირ გაუგებარია რა მიზნით არის ეს შემოღებული, იმიტომ რომ ეს არც ხარისხზე მოახდენს გავლენას, ეს არ მოახდენს არც რაღაცა ექსპორტის გაზრდაზე გავლენას, არც შიდა რეალიზაციის გაზრდას, არ ვიცი, ეს რეალურად დასამსახურება გაუგებარია. თვლი რომ ეს არის რაღაც აქციზისკენ დაბრუნება, რომელიც თავის დროზე გაუქმდა, ანუ ნიშანდება, ანუ ფაქტიურად არის აქციზის შემოღება. პირველი რომ ამის ნიშანდება, ხო ნიშანდება არ არის 10 თეთრია თუ რაც გადასახადი. ამას გარდა ამას მოყვება მთელი რიგი ტექნიკური დანახარჯები. სიახლეა ისიც, რომ ღვინის კომპანიებისთვის მცირე ზომის მარნის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი 40,000 ლიტრი ღვინის წარმოებიდან მცირდება 25,000 litrამდე. შესაბამისად, ასეთ კომპანიებზე აღარ გავრცელდება მცირე ზომის მარნებისთვის დადგენილი შეღავათები და სერტიფიცირების მისაღებად საჭირო იქნება ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარება. ცვლილებების შედეგად მცირე მარნის სტატუს და შეღავათებს დაახლოებით 50-მდე ღვინის კომპანია დაკარგავს. კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით მტკივნეული მცირე ზომის მარნებისთვის შეიძლება იყოს. ნიშანდების გადასახადის დაკისრება კი ბუნებრივია ბიზნეს ხარჯს გაუზრდის, რაც პროდუქციის ღირებულებაზე იმოქმედებს. კომპანიას გაუძვირებს პროდუქციას, შესაბამისად ეს აისახება შემდეგ ღვინის გაძვირებაში, ანუ ბოთლს თუ ყიდდა მაგალითად კომპანია 25 ლარად, იძულებული იქნება, რომ ეს ტარიფი ერთ ბოთლზე უამატოს, რაც მომხმარებლის ჯიბეზე აისახება. ეს დამატებით შემოსავალი, რომელსაც ღვინის სააგენტო მიიღებს, ამ თანხების მიმართულება მნიშვნელოვანი ფაქტორია მოხდეს კონსულტაცია სექტორთან, შეჯამება და სწორი მიმართულებით დაიხარჯოს და ჩემი აზრით პირადად უნდა მოხმარდეს ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, მევენახეობის ხარისხის გაუმჯობესებას და ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე.
კანონპროექტის მიხედვით ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების ვალდებულება ჯამში 520-მდე ღვინის კომპანიას, ნიშანდების კი 900-მდე ღვინის კომპანიას ექნება. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრისთვის დრო საქართველოს მთავრობას 2027 წლის 1 თებერვლამდე აქვს.